გამარჯობა. მოკლედ, ესე გამოვიდა, რომ ფსიქოლოგიური განათლების გასაზიარებლად უკვე არაერთი ადამიანი მოვიწვიეთ ჩვენს პოდკასტში. და მაკა უკვე მეორედ არის. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ ადამიანების მხარდასაჭერად, ამ მხრივ შეიძინონ ცოდნა და ესეთი მიზანი ქონდეს, მოდი ამ პოდკასტს ერთ-ერთი მიმართულების შესახებ, სხეულზე ორიენტირებული თერაპიის შესახებ გავაზიარებთ პროფესიონალისგან ამ ცოდნას, ვისაუბრებთ ამ მიმართულებაზე გავრცელებულ სტერეოტიპებზე, რა დროსაც საშუალება მოგვეცემა, რომ უფრო მეტი ვიცოდეთ ამ მიმდინარეობაზე და იქნებ საჭირო დროს, საჭირო ინფორმაცია მოვიდეს თქვენამდე და გადაწყვეტოთ, რომ ამ სერვისით ისარგებლოთ, ხო? რატომაც არა. მაკა ინანაშვილია, კიდევ ერთხელ ჩვენი პოდკასტის სტუმარი, რომელიც არის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი, სპეციალისტი, ასევე არის ბიოსინთეზის სომატური ფსიქოთერაპევტი, 10 წლიანი პრაქტიკა აქვს მას ფსიქოთერაპევტად მუშაობის, პროფესიონალია ნამდვილად. და მას ერთად, მოკლედ, ამ თემას უფრო სიღრმისეულად შევეხებით. მაკა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენი გადაცემის მონაწილე. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მოკლედ, ისევ მოვიქცევით, ამ დაწერილ ფრაზებს ამოვიღებთ, გავრცელებულ მითებს, სტერეოტიპებს და ადამიანებს ვეტყვით სინამდვილეში როგორ არის საქმე. კარგი? მოდი დავიწყოთ. სანამ ამას გავახმოვანებ ახლა რომელი მითიც ამოვიღე, ხო? მინდა რაღაცა ორიოდი სიტყვით თქვა, საერთოდ რა არის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, იმიტომ რომ რაღაცნაირად როგორ არა აქვთ ადამიანებს ამაზე ინფორმაცია, რა მნიშვნელობა აქვს ამ თერაპიას გამოჯანმრთელებაში. ეს მიმდინარეობა სათავეს იღებს გასული საუკუნიდან. მისი ფუძემდებელი, ასე ვთქვათ, არის ვილჰელმ რაიხი, რომელიც იყო ფროიდის, ასე ვთქვათ, თანამედროვე. და მოკლედ ვილჰელმ რაიხიდან წამოვიდა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, იქიდან გამომდინარე, რომ მან ნახა, რომ ეს რაღაცა გააზრებები სათანადოდ ვერ მუშაობს. საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ადამიანი გამოჯანმრთელებულიყო და ის აკვირდებოდა სხეულებრივ რეაქციებს. მან თავიდან ეს გამოკვლევა დაიწყო რაღაცა საკუთარ თავზე დაკვირვებით. და მოკლედ მე მიყვა ამ თავის გამოკვლევებს და სწორედ ეს ვილჰელმ რაიხი ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ მოკლედ სხეული ძალიან მნიშვნელოვანია და სხეული და ფსიქიკა ერთიანია, შეიძლება ისინი ცალ-ცალკე განვიხილოთ და ის რასაც გრძნობს სხეული, ამას ჩვენი ტვინი აუცილებლად უნდა აცნობიერებდეს, ანუ უნდა ვიცოდეთ, უნდა ვიყოთ ჩვენ სხეულთან კონტაქტში. სამწუხაროდ ალბათ საუკუნეები მოვდივართ ისე რომ ადამიანებს მხოლოდ გვასწავლიან, რომ ვიფიქროთ, ვიაზროვნოთ, რაღაცა დავიმახსოვროთ რაღაცები და არასდროს არ გვეკითხებიან, რას გრძნობთ ხოლმე სხეულში, როგორ რეაგირებს ამა თუ იმ მოვლენაზე, ის რაც ხდება ჩვენს გარშემო, ჩვენი სხეული. და მოკლედ სწორედ ამას აქცევს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია ყურადღებას და ეს არის მიმდინარეობა, რომელიც ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს, რომ შეცვალოს მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა სხეულის გავლით. ეს მიმდინარეობა ძალიან ნელ-ნელა იღებს, ესე ვთქვათ, საქართველოში, ასე ვთქვათ, თანდათან უფრო პოპულარული ხდება და სხეულებრივი პრაქტიკებიც ასევე ძალიან პოპულარული არის უკვე დღევანდელ ახალგაზრდებში. მაგალითად მედიტაციები, იოგა, ციგუნი, ტაიჩი, მოკლედ ის რაც სხეულს ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია. და მოკლედ სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიაც ნელ-ნელა თანდათან უფრო ცნობადი ხდება საქართველოში, თუმცა ევროპასა და ამერიკაში ამის ძალიან დიდი პრაქტიკაა, ძალიან სერიოზული კვლევებია, ძალიან ბევრნაირი მიმდინარეობაა სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაში. და ეს რაღაცა ერთმანეთს ავსებს რა, მოკლედ არ არის რომ რაღაცა თქვა ბიოსინთეზი რაღაცა არ განიხილავს ბოდინამიკას, ბიოენერგეტიკას, არის კიდევ ფილდენკრაიზის მიმართულება და ძალიან საინტერესოა მთლიანობაში ჩვენი კავშირი, ასე ვთქვათ, სხეულთან. და მოკლედ მაგ ხშირად არის ხოლმე, როდესაც ესმით სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, პირველი გქონიათ, რომ ეს არის რაღაცნაირად მასაჟი ან რაღაცა და ეხლა სწორედ პირველი სტერეოტიპი სწორედ მაგაზია.
რომ სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია ნიშნავს მხოლოდ მასაჟს ან შეხებას და ხშირად გონიათ ხოლმე რომ აი მასაჟთან ასოცირდება ან გონია ხოლმე რომ მივდივართ სხეულებრივ ფსიქოთერაპევტთან და აი უნდა მოგვარდეს რაღაცები გააკეთოს ჩვენ სხეულზე და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ეს არ ხდება ასე პირიქით სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი მაქსიმალურად ცდილობს რომ თუ ადამიანი პირველად მოდის თერაპიაში და ეს არ არის მისი რაღაცა თქვა 2-3 წლიანი პრაქტიკაში მყოფი ანუ კლიენტი რომელიც 2-3 წელია უკვე თქვა იცი როგორ არის და ნუ ხმთლად ამდენხიანი ნაცნობაც არ არის საჭირო მაგრამ მინიმუმ რაღაცა პერიოდი მაინც არის საჭირო რომ იცოდე კლიენტის შესახებ ის მისი ტრავმების შესახებ რა გამოცდილება აქვს, რა გამოცდილებით მოვიდა, რა დაკვეთით მოვიდა, რომ შეიძლება შეეხო თუ არა სხვა შემთხვევაში ვერიდებით სხეულთან შეხებას აესე, თქვა პირველ, მეორე, მესამე ან მეოთხე სესიაზე, იმიტომ რომ ეს არ არის უსაფრთხო და აქ მნიშვნელოვანი არის პირველი რასაც ვასწავლით ეს არის საკუთარ სხეულზე თვითონ დააკვირდეს თავის შეგრძნებებს და არა ის რომ მაგალითად ფსიქოთერაპევტი მივიდეს და მოკლედ რაღაცა შეეხოს და რაღაცა ვარჯიშები გააკეთებინოს ან რაღაცა მასაჟები გააკეთებინოს და ასე შემდეგ ეს არის საკმაოდ საფრთხილო შეიძლება აქ მოვახდინოთ კლიენტის რეტრაუმატიზაცია თუ მას ძალადობრივი გამოცდილებები აქვს თავის წარსულში, ამიტომ ეს არის რაღაცა ესე ეკოლოგიურად მუშაობთ, აქ ვიწყებთ სხეულებრივი ცნობადობის ამაღლებას იქიდან რომ ის იწყებს თავის სხეულზე თვითონ დაკვირვებას. თუ საჭირო არის ხოლმე, შეიძლება თვითონაც შეეხოს თავის თავს ვქვათ. რაღაცა იგრძნოს, ზოგჯერ არის რომ საერთოდ ვერ გრძნობს ადამიანის სხეულს, შეიძლება შეხების შეგრძნებაც არ გქონდეს და მოკლედ ის რომ ეს არის მასაჟი, ან უნდა აუცილებლად შეგვეხნენ, ან აუცილებლად უნდა რაღაცა გაგვაკეთებინო ვარჯიში, ეს ასე არ არის. ასე არ არის, კი. კი ბატონო. კაი, მოდი მეორე თამას გადავდებ აქეთ. სტერეოტიპის შესახებ ვისაუბროთ. ხო, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოლოგია სწრაფად შლის ბლოკებს და ხსნის ემოციებს. ნუ, ესეც ასე არ არის. სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაში არის ეს რაიხზე რომ გავაკეთე რაიხზე რომ ვისაუბრე, ანუ რა იყო ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ადამიანის სხეულში არის ბლოკები და ეს ბლოკები არის ქრონიკულად დაძაბული კუნთები. და ქრონიკულად დაძაბული კუნთები, რომელიც ძალიან დიდი ხანია არის ჩვენ სხეულში და მან გამოყო 7 სხეულებრივი ბლოკი და პირველი ეს იყო მენჯბარძაყი, მუცელი, დიაფრაგმა, გულმკერდი, ყელი და კისერი და თვალის ბლოკი. და ეს რა თქმა უნდა, ესე უცებ მივედი სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაზე და მაგალითად ვეუბნები რომ მომიხსენი გულმკერდის ბლოკი ან თვალის ბლოკი ან არ ვიცი რაღაცა თქვა დაძაბულობა მაქვს სხეულში და ამ დაძაბულობას ესე უცებ არ ხსნის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ სხეულს ეს ბლოკი რო აქვს ის დაძაბული კუნთი როა ერთგვარად თავის დროზე, როდესაც ეს მოხდა და როდესაც წარმოიშვა ჩვენი სხეულებრივი ბლოკი, ეს სხეულს სჭირდებოდა იმისთვის, რომ მას დაეცვა ჩვენი თავი, ჩვენი სხეული, ჩვენი ფსიქიკა. ამიტომ ის, რომ ადამიანს ახლა უცებ მოვიდა და განბლოკეთ ჯერ ესე არ ხდება, მეორეც ერთი რომ შეგვეძლოს ეს განბლოკვა, მაინც ვერ მოვახერხებდით, იმიტომ რომ არ მოგცემდა ჩვენი ფსიქიკა იმის შესაძლებლობას, რომ დავეტოვებინეთ დაცვის გარეშე. ანუ სხეულებრივ ბლოკს აქ დაცვის ფუნქციის ჩვენ გვიცავს. ყოველ შემთხვევაში, შესაძაც დაგვიქცვა, მოვდივართ ამ დაცულობით, ну, ბჭყალებში რა თქმა უნდა, ეს არ არის ის დაცულობა, რომელიც ჩვენ ნამდვილად უკვე რაღაცა ზრდასრულობაში ხელშემშლელია, მაგრამ ამაში ეს არის ჩვენი კომფორტი ზონა და ამაში თავს შვიდად ვუგრძნობთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ რაღაც ჩვენს ჯავშანში ვართ. ამიტომ მისი გვაწუხებს ერთდროულად რაღაც ასე თქვა ამბივალენტური დამოკიდებულება ერთდროულად თან გვაწუხებს, თან
თან თან კარგად ვართ, გონი, პირობითად ისე ვამბობ, რომ კარგად ვართ, არ ვართ კარგად. და ის რომ მაგალითად ეს ბლოკები მოგვეხსნას, ამას ჭირდება დრო და დრო ჭირდება და ამასაც ჭირდება გაცნობიერება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ფსიქიკა და სხეული ერთმანეთთან რაღაცნაირად იყოს, ასე ვთქვათ, ერთმანეთს მიხვეს, რა წინ არაფერმა არ გაუსწროს. და უფრო მეტად არ დავზარალდეთ ამ ამბით. და ხსნის ემოციებს. ხო, ემოციებსაც ხსნის, რა თითოეული დაძაბული ეს სხეულებრივი ბლოკი შეიცავს ისტორიას ჩვენი წარსულიდან და რაღაც ემოციებით არის დატვირთული. ამიტომ კი ბატონო, რაღაც შეიძლება ძალიან მტკივნეულ ემოციებთან მოგვიწიოს მუშაობა და მტკივნეული ემოციების დანახვა და ისტორიების გახსენება მოგვიწიოს. ამიტომ არის ეს ძალიან საფრთხილო სამუშაო და არ არის რაღაცა მივედით და გვეშველა. ხო, ამ საუბარსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თერაპიის დროს. აუცილებლად. გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი არის. ესეთი, ის რაც ხდება სხეულში, ამას ტვინი უნდა აცნობიერებდეს და პირიქით. ერთმანეთთან უნდა იყოს კავშირი და ჩვენ როგორც წესი გაწყვეტილი გვაქვს ხოლმე ეს კავშირი სხეულთან და თავთან. ზოგჯერ ადამიანები ძალიან ბევრ რაღაცებს გრძნობენ სხეულში და არ შეუძლიათ ამის ვერბალიზაცია და გადმოცემა და ტვინთან არ აქვს კავშირი, ან პირიქით ადამიანის ფიქრებში და რაღაცებში და საერთოდ არ აქვს კავშირი სხეულთან. და ამის რაღაცა გამთლიანებაზე მუშაობს ეს მიმდინარე პრინციპში ყველა მიმდინარეობა ძირითადად, მაგრამ ეს განსაკუთრებულად. ხო. აი რაღაც კომპლექსები, რომელიც ადამიანებს სხეულთან დაკავშირებით გვაქვს, ესეც შეიძლება დამუშავებული იქნას სხეულზე ორიენტირებული თერაპიის დროს? კი, როგორ არა შესაძლებელი. სიცოცხლეები, მიუღებლობა რომელიმე ნაწილის, თუ მთლიანად. კი ბატონო, შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ეს დაგვასწავლეს. როგორი უნდა იყოს მაგალითად სხეული, თქვა 60 თუ როგორ არის 90-60-90-ზე თუ არ არის შენი სხეული და რაღაცა მოდელს არ გავხარ, ესე იგი უნდა გრცხვენოდეს სხვანაირად შენი სხეულის. მას შესაძლოა სხეულში არის ძალიან ბევრი, თქვა, სიამოვნება, ძალიან ბევრი რესურსი და შეუძლია როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი სხეული, ეს შეიძლება იყოს სრული ან ძალიან ჩვენ სხეულში ძალიან ბევრი სიამოვნება, ძალიან ბევრი სიხარული შეიძლება და როგორ შეიძლება რომ ამან ეს იყოს რაღაცნაირად სასირცხლო ან მიუღებელი. ძირითადად ეს მაინც რაღაცნაირი სოციუმის დაკვეთა, რაღაც გარედან თავს მოხვეული, რომ აი ესე უნდა გამოიყურებო. თუ ესე არ გამოიყურები, ესე იგი მიუღებელია. თუ ესეთი რაღაცა კონკრეტული რაღაცა ცხვირი არ გაქვს, ესე იგი ეს არ ჯდები რაღაცა კონკრეტულ სტანდარტებში. ხო, აქ მაინც მაგითაც შეიძლება დამუშავოს ძალიან ბევრი რაღაცა გაცნობი ისტორია, საიდან მოდის, საიდან დაიწყო ეს, თქვათ, როდიდან გაქვს მაგალითად საკუთარი სხეულის სირცხვილი, ან სხეულის რომელიმე კონკრეტული ნაწილის სირცხვილი. და ყველა საინტერესო ის არის, რომ როდესაც ჩვენ რაღაცა სხეულის რომელიღაც ნაწილს ვერ ვიღებთ და არ მოგწონს, ხშირად ძალიან ლამაზი ადამიანები ამბობენ, რომ აი ეს არ მივარგა და შეხედე და ხედავ, რომ მართლა ძალიან კარგია, არაფერი არ აქვს იქ შესაძლებელი. და როდესაც ვიწყებთ სხეულის რომელიმე ნაწილის, ასე ვთქვათ, არ სიყვარულს, სიძულვილს, არ ვიცი, მისადმი სირცხულს განვიცდით, მე დროთა განმავლობაში ეს ნაწილი მახინჯდება, რომც არ იყოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ სიამოვნება და ტკბობა ჩვენი სხეულით, ისეთით, როგორიც არის რაღაცა პერიოდში. უფრო მეტი მაინც ფიზიკური აქტივობები არის ასეთი თერაპიის დროს, ხო, რაღაც კონკრეტული მოქმედებების შესრულებას ჩემი გამოცდილებიდანაც, ხო, რაღაცაზე მუშაობის დროს. კი ბატონო, არის მოძრაობები, იმიტომ რომ ფსიქოთერაპიის დროს ძირითადად ჩვენ გაყინული გვაქვს ხოლმე რაღაც კონკრეტული მოძრაობები. ანუ ემოციებს ვაკავებთ როგორ? ემოცია ხო არის ის, რაც შიგნით გვაქვს და უნდა გარეთ გამოვიდეს რაღაცით, ნუ გამოვხატოთ სხეულით, სხვანაირად ჩვენ ემოციას ვერ გამოვხატავთ, ხო? ან ხმით გამოვხატავთ, მე რაღაც სხეულით უნდა ვაჩვენოთ სახის გამომეტყველებით, თვალებით, ხელებით. სწორედ ამ დროს ხდება ეს ქრონიკული დაძაბულობა, როდესაც ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ რაღაც კონკრეტული ემოცია შევაკავოთ. და ესეთი დაჭიმულობა შეიძლება გქონდეს ადამიანს, ხო? იმისთვის რომ ზედ ასე ვთქვათ,
ცოტათი განიმუხტოს ეს დაძაბული, შეიძლება რაღაცა მოძრაობა იყოს სასარგებლო. უბრალოდ რასაც კლიენტი მიყვეს თავის იმპულსს, სხეულებრივ იმპულსს. ანუ ყოველთვის არ ხარ მზად იმისთვის რაღაც მოძრაობა გააკეთო, თუმცა შეიძლება წარმოსახვაში დაინახო, რომ აი ესეთ მოძრაობას გააკეთებ, მაგრამ არ მიყვოს გამბედაობა, რომ მაგალითად ადამიანს ვიღაცას ესე ვთქვათ დავიცვათ ჩემი საზღვრები და ესე უთხრა, რომ ანიშნო, რომ არა, ხელი ვკრა, ასე ვთქვათ. ხო, სხვანაირად არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა ეს, რომ ესე არ მოხვიდი ახლოს, გადი აქედან. ხო? და ჩვენ ამ დროს დაბლოკილი გვაქვს და ესეთები ვართ და მე ამ დროს ძალიან საყვარლად არ ღვევან ხოლმე ჩვენს პირად საზღვრებს, მე შესაძაც არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ამას ძალიან ბევრი ესა გვაქვს ხოლმე ადამიანებს, რომელსაც არ შეუძლიათ საზღვრების დაცვა. აი ეს ნაწილი არის რბილი და ხშირად არის ხოლმე რომ სულ ამუშავებენ და ავარჯიშებენ ამას, რომ ის საზღვრების დაცვა არ შეუძლიათ, არ შეუძლია რომ არა თქვას ესე. აი ამ ჟესტით. რომ არა, არ მოხვდი ახლოს. ეს შეიძლება იყოს არც ვარჯიშის დროსაც კი აქ კუნთი არ გაუკეთდეს. ну შეიძლება ძალიან ბევრი რამე იყოს დაბლოკილი, მათ შორის კისრის კუნთები, გულმკერდის კუნთები და ასე შემდეგ. მოკლედ ყველა რაღაცას აქვს თავისი შინაარსი, რომელიც არის ასე ყველასთვის საერთო შეიძლება იყოს, მაგრამ არის რაღაცები, რაც კონკრეტულად ამ ადამიანის ისტორიას შეეხება, ამ ადამიანის ემოციებს შეეხება და ანუ ძალიან ინდივიდუალური არის. კაი. მოდი შემდეგი ფრაზა ამოვიღოთ. და სხვა დანარჩენს გკითხავ. თერაპევტი გეტყვის როგორ ისუნთქო და როგორ იმოძრავ ის, რაზეც ჩვენ უკვე ცოტათი ვისაუბრეთ, ხო, რომ რაღაცა როგორ უნდა ისუნთქო, როგორ უნდა იმოძრავო, თერაპევტი ამას თლად ვერ გეტყვის. მაინც ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი მოძრაობა იპოვო. ანუ ეს აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დააკვირდე მოცემულ სიტუაციაში, როცა რაღაცა ისტორიას ყვები, ხო, რას გრძნობს სხეულში და თერაპევტი უბრალოდ გარედან გიყურებს, რას გამოხატავს ამ დროს შენი სხეული და შეიძლება უბრალოდ რაღაცა არეკლა გააკეთოს და გითხრას, აი ხა ასე ზიხარ, იმ წუთას შეიძლება საუბრისას, ხო? კლიენტი ვერც კი მიხვდეს მისი სხეული როგორ პოზაში, როგორ გამოიყურება, არ ვიცი, დაძაბულობა სად არის და ხშირად შეიძლება ჩავეკითხოთ, ხო, ეხლა რას გრძნობს სხეულში. დააკვირდი მაგალითად როგორ გრძნობ მხრებს, ხელებს, ან არ ვიცი, სახეს ქვედაყბაზე რა ხდება, ხო? ნუ ეხლა ეს შეიძლება სასითაოდ არ ჩამოკიდო, ნუ გააჩნია რას ვხედავთ ჩვენ გარედან, ხო? და იმ წუთას მიხვდეს კლიენტი, რომ ეხლა აი ამას ბრაზზე ლაპარაკობს, მთელი კისერი აქვს დაჭიმული და მთელი ხელები. ხო? და ამ დროს მე შეიძლება რაღაცა ისეთი სტატიკური მდგომარეობიდან თხოვოთ, რომ მოусმინოს ხელს და რა მოძრაობის გაკეთება უნდა მის, რა ვიცი, ხელის რომელიმე ნაწილს, ხო? და აი ამ დროს შეიძლება მოვიდეს მოძრაობაში. ერთია რომ აქ უნდა ადამიანმა იყოს თავისი მოძრაობა. მხოლოდ ხელს დაკვირვებით შეგვიძლია რომ გავაცოცხლოთ აი ეს განბლოკოთ ჩვენი სხეულებრივი დაჭიმული კუნთები, რომელიც გვაწუხებს ხოლმე. ну სუნთქვა ძალიან საინტერესო არის, ხშირად არის ხოლმე ეს შემთხვევა, რომ მაგალითად სუნთქვა დედამიწაზე მცხოვრებელ ადამიანების 75%-მა არ იცის სწორი სუნთქვა. არც მე არ ვიცოდი, ეხლა ვაპრაქტიკებ, მუცლით სუნთქვა, საერთოდ რა მოვლენა იყო, ამაზე წარმოდგენა არ მქონდა. კი ბატონო. ანუ აქაც არის ძალიან ხო დიდი განსხვავება, როდესაც გულმკერდით სუნთქავთ, ეს რას ნიშნავს, როდესაც მუცლით სუნთქავთ, რას ნიშნავს, დიაფრაგმული სუნთქვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და როდესაც მუცელშიც ან გულმკერდითაც სუნთქავთ, მუცლითაც სუნთქავთ, ეს ორივე ძალიან რთული არის ერთდროულად. და ჩვენ ძირითადად ვცდილობთ ხოლმე რომ სუნთქვით გავაკონტროლოთ ემოციები. აი რაღაც დაძაბულობის დროს პირველ რასაც ვაკეთებთ, ეს არის სუნთქვას ვაჩერებთ. რაღაც და გონია რომ ამით ვაკონტროლებთ ჩვენს ემოციას და ემოციის მართვა შეგვიძლია. უბრალოდ აქ ხდება ის, რომ ჩვენ არ სუნთქავთ და ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც მოდიან და ვეკითხები, რომ მოკლედ დავაკვირდეთ, თქვათ, სუნთქვის დაკვირვებას პრაქტიკა შევთავაზო. აქ და აკვირდება, უცებ აღმოაჩენს, რომ არ სუნთქავს.
რომ მაგალითად შეიძლება ადამიანის სუნთქვა, რომ ბევრს ჩავისუნთქავ და ცოტას ამოვისუნთქავ, ან ცოტას ან პირიქით, ხო, რაღაცა ცოტას ჩავისუნთქავ და ბევრს ამოვისუნთქავ. ესეც ჩვენს რაღაც ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს, სუნთქვა ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს. განსაკუთრებით ესეთი არის ხოლმე, როცა ადამიანს დეპრესია აქვს, დეპრესიული ადამიანები, ის ვინც ცოტას სუნთქავს, დეპრესიულები არიან და პირიქით, დეპრესიული ადამიანები ძალიან ცოტას სუნთქავენ. სუნთქვა არის ძალიან ასეთ მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ენერგია გქონდეს და დაცული იყოს აი ეს ბალანსი მიღება გაცემის. და მოკლედ სუნთქვით შეგვიძლია ხანდახან მივხვდეთ ხოლმე ეს ადამიანი როგორ არის ადაპტირებული გარემოში, რამდენად შეუძლია მიღება, რამდენად შეუძლია გაცემა და ასე შემდეგ. მაგრამ თალსახად მოკლედ ამ მიმართულებით ფსიქოთერაპევტი მაინდამაინც სუნთქვას არ გასწავლის და ამასთან ასოცირება. არა, ნუ ეს თუ მოიტანა სიტუაცია მე ხო. კი ბატონო, სუნთქვას ესე რომ სუნთქვა გასწავლოს ეს ეხა ეს ამოისუნთქე, ესეც შეისუნთქი, არა, უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ცოტა სუნთქავენ და მხოლოდ ამას დაკვირვების შემდეგ იწყებენ უკვე რაღაცა სუნთქვით პრაქტიკების მოძიებას, თვითონვე იწყებენ ხოლმე, აი მაგალითად რაღაც იოგასთან და იოგაში არის სუნთქვის პრაქტიკები, ციგუნში არის სუნთქვის პრაქტიკები და ძალიან კარგად ეხმარებათ ხოლმე ადამიანებს ეს. კი ბატონო, მოდი შემდეგი, მე მგონი ბოლო დაგვრჩა. ნახოთ შემდეგი. მოდური ტენდენცია, რომელიც მალე გაივლის ეს ხელზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია არ არის მოდური ტენდენცია პირიქით. ეხლა უფრო მეტად შემოდის, ძალიან ბევრი კვლევები არსებობს, რა მხელა მნიშვნელობა აქვს სხეულს, როგორ იბეჭდება ჩვენი ტრავმები სხეულში და არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი წინაპრებისაც და ეს რაღაცა ტრანსგენერაციულ ტრავმას, რასაც ვეძახით, რომ სხეულით გადმოგვეცემა ჩვენ და გონია ხოლმე, რომ ეს არის რაღაცა მაგალითად ყველას ჭირს ჩემს ოჯახში და პაპა ჩემსაც ჭირდა და იმის პაპასაც ჭირდა და რაღაცა თქვათ, რაღაცა პრობლემა სხეულებრივი და ავადმყოფობა, ხო, შეიძლება. და მოკლედ რანაირად მოაღწია ჩვენამდე, ხო? და მოაღწია სხეულით. ეხლა ძალიან ბევრი, როგორც უკვე აღნიშნე, კვლევა არის ამასთან დაკავშირებით, რომ სხეული ძალიან მნიშვნელოვანი არის და განსაკუთრებით ფიზიკურად, როდესაც ვთქვათ ვართ სერიოზულ დაავადებებთან დაკავშირებით, მაგალითად როგორც ონკოლოგიური დაავადებები, ართრიტები, ამას ძალიან ბევრი ფსიქოლოგი საუბრობს უკვე მაგალითად გაბორ მატეწერს თავის წიგნში, რომ ადამიანებს შეუძლიათ განკურნონ საკუთარი სხეული მედიტაციებით, სხეულებრივი პრაქტიკებით. ანუ ამის შესაძლებლობა არის ის, სადაც მედიცინა არის უძლური, აქ შეიძლება რომ ადამიანმა განკურნოს თავისთავი, ან ძალიან დიდწილად მისცეს შვება საკუთარ სხეულს, ისე რომ თქვათ ენი რაოდენობით და კილოგრამობით არ დალიოს წამლები. შესაბამისად, შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან მოდურია სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან საკმაოდ დიდი მომავალი აქვს, ასე ვთქვათ, ამ მიმდინარეობას. იმიტომ რომ ეს ერთადერთია, რაც რეალურად აქვს ადამიანს ხელშესახები დედამიწაზე, ეს არის ჩვენი სხეული, სხვა ყველაფერი რაღაცნაირად უხილავია. კი ბატონო. აი, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მაინდამაინც სხეულზე ორიენტირებული თერაპია უნდა აირჩიოს? აი, რატო შეიძლება რომ გადაწყვიტოს? აი, მაგალითად, ჩვენთან რომ მოდიან ხოლმე პაციენტები, უფრო ამ გადაწყვეტილებას რის გამო იღებენ ხოლმე? არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ზუსტად იციან, რომ უჭირთ საკუთარ სხეულთან კონტაქტი და კონკრეტულად ამისთვის მოდიან. არიან ადამიანები, რომლებსაც მაგალითად რაღაც ბევრი პრაქტიკები აქვს გავლილი ფსიქოთერაპიაში და რაღაც ეს მიმდინარეობა მისთვის საინტერესო არის და უნდა რომ აქაც სცადოს, ხო, რაღაცები იცის, რაღაცა იმ მიმდინარეობაში იყო იმდენად, ეხლა უნდა რომ აქ სცადოს ამ ხრივ დაამუშავოს თავისი რაღაცა ტრავმები. ზოგჯერ არის რომ მაგალითად მოდიან
ადამიანები, რომლებიც ამუშავებენ ძალიან ბევრი რაღაცა აქვთ გაცნობიერებული, მაგრამ რაღაცა პრობლემა არ მიდის რა, ისევ მოდის ის ფიქრები, აზრები, ემოციები და აქ არის ხოლმე რომ მაგალითად მიმდინარეობის სპეციალისტი, რომ იქნებ სხვა მიმდინარეობა გეცადა, მაგალითად სხეულებრივი თერაპია გეცადა, რომ იქნება აქ სხეულით რაღაცნაირად წინ წავსულიყავი და ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ვთქვათ, რომ აი აქ რომ მოვედი ერთია რომ მაგალითად ეს რაღაცები გაცნობიერებული და თითქოს დანახული მქონდა, მაგრამ თითქოს სხვა წრეზე წავედი. ანუ თითქოს იგივე წრეზე, მაგრამ იგივე წრი არ არსებობს ფსიქოთერაპიაში აქ სპირალური ეს მივდივართ ხოლმე და უფრო სხვანაირად იწყებს ადამიანი თავის პრობლემების დანახვას უკვე სხეულის გავლით და ეს კიდე საერთოდ სხვა რამეა, როდესაც რაღაცას ტვინით ვაცნობიერებთ და მეორეა, როდესაც სხეულთან ემოციებთან გვაქვს კონტაქტი, ემოციები კიდევ მოკლედ სხეულში ცხოვრობს. ხო და ამიტომ ძალიან საინტერესო არის ხოლმე მაგალითად ყოფილი შემთხვევები, როდესაც ადამიანი კონკრეტულად ამისთვის არ მოსულა, მაგრამ თერაპიის პროცესში აღმოჩენია, რომ რაღაცა კონკრეტულად კანის დაავა, რაღაცა პრობლემა ქონდა, წლები მკურნალობდა და მოურჩა ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდა და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ აღარ აქვს. ასე რომ იცი რა, მაინტერესებს ონლაინ თუ არის შენთან მომსახურება მაგალითად შესაძლებელი? კი ბატონო, ხშირად არის ხოლმე ხა ონლაინ ხელზე ორიენტირებული რაღაცა სხეულებრივი რაღაცები, ხო შეხებაზია და ასე შემდეგ. შეხებაზეც არის, რა თქმა უნდა, იქ ჩვენ შეიძლება კლიენტს მივცეთ ძალიან ისეთი მხარდაჭერა, რაღაცა სხეულის კონკრეტულ ნაწილებში თუ კი ეს მას სჭირდება. ონლაინად ძალიან კარგად მუშაობს ეს მიმდინარეობა. იქიდან გამომდინარე მართალია ხა შეიძლება აქედან მე სადღაც ამერიკაში ვიღაცას ეს ხელს ვერ გავყავ, მაგრამ მას აქვს თავისი ხელი, სადაც შეუძლია ზუსტად იგივენაირად, თქვათ, მხარდაჭერა გაუკეთოს თავის ხელს. ასე აქედანაც შემიძლია რომ მას უთხრა რომ მე შენს გვერდით ვარ და ჩვენ აქ მხოლოდ სხეულით კი არ ვმუშაობთ, რომ სხეულს ვეხებით. ენერგეტიკული მუშაობაც მიდის. ენერგიები, სადაც არ უნდა ვიყოთ, ბევრად უფრო სწრაფად მიდის და მოდის და იქ გრძნობენ ადამიანები ენერგეტიკულად, რომ მათ აქვთ ეს რაღაცა მხარდაჭერა. ასე რომ ონლაინაც ძალიან კარგად მუშაობს ეს. ისე ხარ თბილისში, ხო? და პირადადაც იღებ კი, პირადადაც. კი ბატონო, პირადადაც და ონლაინაც მუშაობ და ძალიან კარგად მუშაობს ეს მიმდინარეობა. უფრო რა ეს ადამიანები არის რაღაც ეგეთი განსაზღვრული ასაკი რა დროსაც მიმართავენ ხოლმე უფრო სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიას? არ არის ესე განსაზღვრული. ნუ ეხლა მე სრულწლოვანებთან მუშაობ. ბავშვებთანაც შეიძლება, იქაც ძალიან კარგად მუშაობს. ეს მიმდინარეობა. მე სრულწლოვანებთან მუშაობ და რაღაც ესე განსაზღვრულად რომ ვიღაცა აი მაგიტომ მოვიდა რაღაც ასაკის ადამიანი ჩემთან, ესე არ არის. ხან არის რომ ისე მოდიან რომ სულაც არ იციან რომ სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი უბრალოდ ვიღაცამ უთხრა, ვიღაცამ რეკომენდაცია გაუწია და მე როცა აღმოჩნდება რომ მოკლედ მე ამ მიმდინარეობით ვმუშაობ. კი ბატონო. წარმატებას გისურვებ, მაკამ. მადლობა. ნამდვილად საინტერესო მიმართულება არის, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და კარგად მუშაობს. უდავოდ, ეხლა არ გავზიარდები რაღაც კონკრეტულ ფაქტებზე. მაგრამ მოკლედ, ვინც დაინტერესდებით, იცნობდეთ მაკა ინანაშვილს, რომელიც 10 წლიანი პრაქტიკით არაერთ ადამიანს ახმარებია გამოჯანმრთელებაში, ან გზაზეა. წარმატებას გისურვებ. მადლობა, რომ იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. აბა, დროებით. დროებით.